თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიოგ. სიტყუაიესე, ვაითქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვიდით. ამისთვის მიიღოთ უდიდესი სასჯელი 23:13. ნაკროვანებისა მათისა გარდამატებულებასა ამხილებს. და უძვირესი ესე იყო, რომელ არა თუ მდიდართაგან მოხრეწდეს ნივთსა მუცელთა მათთა აღსებისასა, არამედ ობოლთაგან და ქურივთა, რომელთა უმეტესად ხელისაპყრობა ითანაედვა. და სახე ესე ანგახრებისა მათისაი ვითარ ბოროტ არს ისმინეთ. მიზეზითაო განგრძობილად ილოცვიდით. ამისთვის მიიღოთ უდიდესი სასჯელი. რამე თუ ყოველივე მოქმედი ბოროტისა იღირს სატანჯველისა არს, ხოლო რომელმან მიზეზად ბოროტის ყოფისათვის ისა წესი და სახე ღვთისმსახურებისა მოიღოს, ფრიად უძვირესი სასჯელი მიიღოს მან, ვითარცა უშჩულონი იგი იქმოდეს. ამისთვის განაქიქებს უფალი უკურნებელსა მას უკეთურებასა მათსა, რაითა განაკრძალოს ერი იგი საქმეთა მათთაგან, რაითა არა პატივისა მისთვის მათისა ბაძვად საქმეთა მათთა მოვიდენ. ვინაითგან ზემოთ ქვა ვითარმეთ, საქმეთა მათთა ებრნუ იქმთ, მათე 23:3, ამისთვისაც ახსენებს საქმეთა მათთა, რაითა ცნან, ვითარმეთ ამათ ესე ვითართა საქმეთა იტყო და არა ბაძვად. სახარებაი, ვაითქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ დახაშთ სასუფეველი ცათაი წინაშე კაცთა, თქვენში არა ხვალთ და შემავალთა უტევებთ არა შესვლად 23:14. თარგმანი, ესეცა დიდი ბრალობაი არს უკვე თუ ვის სახე და წესი წინამძღვრობისა იაქუნდეს და არასარგებელი ყოფოდის კაცთა. ხოლო უკვე თუ ავნებდესცა და აყენებდეს შესვლად ცხოვრებასა, რაიმე იყოს ნუგეშინისცემა იმისი. ესრეთ იყვნენ უღმრთონი იგი, ოდეს უბრძანებდიან ესოდენ და ამძიმიან თვირთის ხვათა ზედა, რომელ ყოვლადვე ვერ უძლის თვირთვათ, ხოლო ოდეს მათ უხმკეთილისა რაისმე ყოფათ, ესოდენ წინააღმდგომსა იქმოდიან, ვიდრეღა სახე ბოროტისა ექმნიან ყოველთა. ესენი არიან ჭეშმარიტად უსჯულონი, რომელთა საქმე დეპყრა სხვათა წარწმედაი. რამე თუ საქმე მოძღვრისა და წინამძღვრისაი არს მოძიებაი და ცხოვრებაი წარწმედულთაი, ხოლო წარწმედაი ცხოვრებად მიმავალთაი საქმე არს უსჯულოთაი. არამედ ისმინეთ კვალად სხვაიცა უძვირესი ბრალობაი მათი. სახარებაი, ვაითქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ მიმოხვალთ ზღვასა ზედა და ხმალსა, რაითა ხოთ ერთი ვინმე მწირი, და რა ჟამს არნ, ხვით იგი ნაშობ გეხენიისა ორ წილ თქვენსა 23:15. ყოველმან რომელმან შრომით რაიმე მოიგის ხრიდებ წარწმედასა შრომით მოგებულისასა, ხოლო იგინი არცა თუ შრომით მოპოვნებულთა მათ ხრიდებდეს. ამით სიტყვითა ორსაბრალობასა მათსა გამოაჩინებს, ერთად ფრიად უხმარობასა და ვერაგობასა, მოგცევად ვიეთმე წარმართობისაგან და ვითარმეთ ფრიადითა შრომითა ძლით ერთი ვინმე, ანუ ორი მოიგიან, რამე თუ მწირმათ ეწოდებოდა, რომელნი წარმართთაგან ჰურიობად მოიქციან. და მეორე ბრალი მათი, რამე თუ რომელიცა სადმე მოიგიან მწირი, არა მცველი ქმნიან ცხოვრებისა მისისა და მასწავლელ უმჯობესისა, არამედ განცემელ და მიზეზ წარწმედისა და სახე ბოროტისა თვისთა საქმეთაგან. რამე თუ ოდეს მოწაფე ხედვიდეს მოძღვარსა ბოროტისა მოქმედად უძვირესი ქმნების. რამე თუ ოდეს მოძღვარი კეთილ იყოს და სათნოებათა მოქმედ, მოწაფეცა ბაძავსადმე. ხოლო ოდეს მოძღვარი ბოროტსა იქმოდის, მოწაფე უძვირესღა იქმნების სიადვილისა მისთვის უკეთურებისა. ხვით იგი ნაშობ გეხენიისა.
ესე იგი ars, ყოვლითურთ ნაწილ გეხენიისა ორწილ თქვენსა, რაითა უჩვენოს, ვითარმედ იგინიცა ნაწილნი არიან გეხენიისანი და მოძღვარნი ბოროტისანი, რომელნი იგი ყოვლით კერძო წარწმედისა მასწავლელი ყვნეს და არა ცხოვრებისა. Сахарებაი, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი ათეულსა მოიღებთ პიტნაკისა და ცერეცოისასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი სჯულისაი, სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი. ესე ჯერ არს საქმედ და იგი არა დატევებად 23. თარგმანი და ესეცა მათისა მის ფრიადისა უგუნურებისა საქმე იყო, რომელ უდიდესთა მცნებათათვის არ არა აქ უნდა ზრუნვაი და უდარესთა არაფრიად საძიებელთა გამოიწვლიდეს და კვალად უწესოებასაც ამათსა გამოაჩინებს. რამე თუ ზემოთ თქვა ვითარმედ, შეკრიან ტვირთი მძიმე და დასტვიან მხართაზე და კაცთასა, მათე 23:4, ხოლო 10 იტყვის, ვით არცა ესე გესმა. რამე თუ ესრეთ ფრიად იყო უწესოებაი მათი, რომელ ოდესმე ზომისა უმეტესი სიმძიმე დასტვიან, რომელთა მიმართ აქ უნშური რაიმე, ანუ მტერობაი, სხვათა ზომისა უმეტესად აღუსუბუქიან, ანუ ქრთამისათვის, ანუ სიყვარულისა რაისათვისმე და თვალთხოვისა ხორციელისა. რამე თუ იყვნენ იგინი ყოვლითურთ ხორცს და არ არა იპოებოდა მათ თანასულიერი. ესე ჯერ არს საქმედ და იგი არა დატევებადო. რამე თუ ათეულისა მიცემა იმ მცირეთაცა საქმეთაგან არავე დააყენა, ვინაიდან ესეცა მოწყალებისავე სახე იყო, გარნა უაღრესთა მათ საქმეთა უმეტესი ჯერ არს მოსწრაფებაი და შეკრძალვაი. სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი. რამე თუ ესე არიან განწმენდელნი სულისანი და სხვათა სათნოებათა აღმაორძინებელნი. სამართალი მოიყვანებს კაცსა გულისხმისყოფად და მობიერებად მოყუსისა მიმართ, რაითა არა იყოს იგი ტვირთთა მძიმეთა დამდებელ და შეუნდობელ უმრწემესთა მიმართ. ამის წესისაგან იშვების წყალობაი და კაცთმოყვარებაი. დავიყვნეთ რა ის სხვათა მიმართ მოწყალე და კაცთმოყვარე და მწუხარეთა თანაგუელმოდის და სიხარულსა ზედა და წარმატებასა მოყუსისასა გვიხაროდის, ვხადით ჩვენზე და წყალობასა და კაცთმოყვარებასა ღმრთისასა და ვიპოვებით აღმასრულებელ მცნებასა მას სიყვარულისასა, რომელი იგი თავარს ყოველთავე მცნებათა სჯულისათა. ამას ყოველსა ზედა სახმარ არს სარწმუნოებაი, საფუძველი იგი და სართული სათნოებათაი, რომლისა მიერ ყოველივე კეთილი დაემტკიცების. და ყოვლითურთ დიდ არს ქებაი და გამოუთქმელ არს სარგებელი სამთა ამათ საქმეთთაი. ამისთვისცა ვითარცა დიდნი და მოსაგებელად სათანადონი ახსენა უფალმა სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი, რომელთაგან უბადრუკნი იგი ცარიელი ყვნეს და ათეულისათვის ცერეცოისა და ძირაკისა და პიტნაკისა მოსწრაფებასა აჩვენებდეს. ამისთვის ეტყვის უფალი ვითარმედ, ესე ჯერ არს საქმედ და იგი არავე დატევებად. ათეულისა მისთვის უკვე არა ბრძანა, თუ ქმნად არა ჯერ არს, რამე თუ არა ჟამი იყო წუთერთ მცნებათა მათ სჯულისათა დახსნად. ხოლო ოდეს შემოიღო სიტყვაი განწმენდათა მათთვის და განბანათა ხორციელთა, რომელთა ხურიანი იზმნიდეს და არა გულისხმა ჰყოფდეს, სრულიად დახსნის წესსა მას. ამისთვის თქვა სახარებაი, წინამძღვარნო ბრმანო, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აქლემსა შთანს დგამთ. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რომელნი გასმელთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა და შინაგანი სავსე არს ნატაცებითა და არაწმიდებითა. ფარისეველნო ბრმანო, განწმიდეთ პირველად შინაგანი სასუმელისაი, რაითა იყოს გარეშეცა იგი წმიდაი 23, 24, 26. თარგმანი, ენება გამოჩინებად ვითარმედ არ არა ისავნებელ არს ყოვლადვე, არცა საბრალობელ უგულებელს ყოფაი ხორციელთა განბანათა და მეწმინდურობათაი, ხოლო სულიერთა ბიცთა არა განწმენდაი დიდისა სასჯელისა ღირს არს.
და სათნოებათა არა მოგებაი დიდად საბრალო ბელარს. ამისთვის ბურნაკად უწოდა განბანათა მათ ხორციელთა, რომელსაც ჩვეულიყვნეს ჰურიანი, ვით არც ეითქვის მარკოს მახარებელი, ვით არმედ, უკვე თუ არა იდაყვიტგან დაიბანიან, არა ჭამიან. მარკოზი 7, 3 და სხვა იმრავალ არს, რომელ მოეღო მოძღვრებაი ხუცესთაგან, განრცხაი სასუმლებისაი და სტომანებისაი და ქვაბებისაი და ცხედრებისაი. მარკოზი 7, 4 ესე ყოველი უნდა იყო და არ არაი, ამისთვის ბურნაკად უწოდა. ხოლო ბილწებათა მათ ცოდვისათა რომელნი სულსა შეაგინებდეს, აკლე მათ სახელსტვა, რამე თუ დიდი იყო სავნებელი მათი. ამისთვის თქვა, რომელნი დასწურავთ ბურნაკსა და აკლემსა შთანს დგამთ. რამე თუ მცირენი იგი მწნებანი დიდთათვის განწესებულ არიანო, ხოლო ვინაიდან დიდნი იგი შეურაცხგი ყოფიან, სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი და მსგავსნია მათნი, ცუდა არს და ამაო არასათანადოთა მათ ციებაი. ხოლო ამათ სიტყვათა მიერ ესრეთ მოასწავებს, ვით არმედ პირველ მისისა განკაცებისაც არა დიდად საძიებელი ყვნეს ესე საქმენი, არამედ სამართალი და წყალობაი და სარწმუნოებაი და სიყვარული და სხვანი იგი დიდნი მწნებანი შჯულისანი იყვნენ თანაწაროვალ და საძიებელ. ვინაიდან უკვე მაშინვე არა დიდად საძიებელი ყვნეს, რავდენ უფრო ისადაც, გამოჩნდა რაი ბრწყინვალედ მადლი ღმრთისაი და განეწესნეს მოძღვრებანი მაღალნი, სრულიად ცუდი ქმნეს და უხმარეს ევითანი იგი ხორციელნი საქმენი. ამისთვის წინამძღვრად ბრმად უწოდა მათ, რამე თუ რომელთა იგი უძღოდეს, საკრძალავთაგან არა აკრძალებდეს და ცუდთა საქმეთათვის დიდ საკრძალულებას აჩვენებდეს. და ნამდვილე ესე საქმე არს ბრმათა წინამძღვართაი. უკვე თუ ბრმაი ბრმასა უძღოდის, სადა ვაკე არ და წრფელ ჰგონემ, თუ ხნარცვი არს და გარეწარხდის და მივიდის, სადა მთხრებლი არ ანუ მღვიმე და ჰგონემ, თუ ველი არს უცდომელი და ორნივე შთავარდიან წარსაწყმედელად. ესრეთ იქ მოდის წინამძღვარნი იგი ჰურიათანი, არაც სავნებელთა საქმეთა ზედაკრძალულებას აჩვენებდეს და დიდთა ცოდვათა ურიდად ერეოდეს. ამისთვის იტყვის უფალი, განწმიდეთ შინაგანი იგი სასუმელისაი, რაითა გარეშეცაც მიდა იყოს. არა თუ სასუმლისათვის იტყვის და პაროფსიდისა, რამე თუ მათი განწმედა იგინა არა განწმედაი არარად შეერაცხა უფალსა, არამედ სულისათვის იტყვის და ხორცდა, შინაგანად უწეს სულსა და გარეშეთ ხორცდა. ნუ ხორცთა განბანასა იხარკებთო, ვით არმცა რაიმე თანანადები იყო ესე, არამედ სულნი თქვენი განწმიდენით ყოვლისაგანვე ცოდვისა, და ესრეთ იყვნენ ხორცნიცაცმიდა ბილწებისა მისგან ცოდვისა. ხოლო აც თქვენ წინააღმდგომსა იქნთ, სულნი თქვენი სავსე არიან ყოვლითა ბილწებითა და არაწმიდებითა, და სრულიად უდებგი ყოფიან, ხოლო განბანასა ხორცთასა მოსწრაფე ხართ და ჰგონებთ, თუ კეთილსა რას მეიქნთ და მოკადულ ხართ ცუდსა ზედა და უსარგებლოსა. სახარებაი, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანეთ კაცთა წინაშე შვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიეთ ძვალებითა მკვდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა. ეგრეთსა თქვენ გარეშე ჰგონიეთ კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უშჯულოებითა 23, 27, 28. თარგმანი, ყოვლით კერძო გამოაჩინა მაჩვენებლობისა და კაცთმოთნეობისა მათი სავნებაი და შინაგანი იგი ორგულებაი და ბილწებაი მათი და ყოვლით ურწარწმედულობაი, რამე თუ ამისთვის არა ხრწმენა მისი, ვინაიდან სავსე იყვნენ ორგულებითა და ყოვლითავე უშჯულოებითა. ხოლო ამას ესევით არსა სიბოროტესა და საძაგელებასა მათსა არა ქრისტეოდენ, არამედ წინაისწარმეტყველნიცა გამოაჩინებენ. რამე თუ დავით სამარეს ეღებულად ფსალმუნი 5:10 უწოდა მათ, რომლისა სიმხრალე და სიხენეში განცხადებულად ჩან, და ესაია დაწყებასა წინაისწარმეტყველებისათვის ისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა,
თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად, ესაია 1:4 ეგრეთვე სჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელს დებს, ნათესავად ტრკოდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწმედისა მზრახვალად, რომელთა თან არა არს მეცნიერებაი. მეორე სჯული 32, 5, 6 და თითოეული წინაისწარმეტყველი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოვებდეს. რომელსაც ახნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნი იგისა წინაისწარმეტყველონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩვენმან იესო ქრისტეს სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავი არაწმიდებითა და უშჯულოებითა. სწავლაიო უბრალობაი მათი, რომელნი გუამთათვისთა ამკობენ და სულ საუგულებელს ყოფენ, და რაითა არა განვიცდიდეთ ქმნილკეთილობასა პირთასა. ხოლო აცცა მრავალნი კაცნი არიან, რომელნი გარეშე იმკვებიან, ხოლო შინაგან სავსე არიან ყოვლითავი უშჯულოებითა. რამე თუ ჩვენ შორისცა ფრიადი ზრუნვაი არს, ფრიადი მოსწრაფებაი სიწმიდისათვის სამოსელთაისა, ბანისათვის პირისა და ყოვლისავე გუამისა, შვენიერებისათვის სამოსელთაისა, ბრწყინვალებისათვის სახლთაისა და ყოვლისათვის ხორციელისა საქმისა, ხოლო სულისათვის არცა ერთი არს ზრუნვაი და საურავი. არამედ უკვე თუმცა ვინ განაპო კაცად კაცადისა ჩვენისა გონებაი და გამოაცხადა მცა დაფარულნი გულისანი, მრავალი მცა პოვა სულმყრალობაი და მადლი და წუთხი ფრიადი, გულის თქუმათა მათ ვიტყვი ბოროტთა, რომელნი იგი უსაძაგელეს მადლისა არიან და სხვათა მათვნებათა, უპატიოებისა და ბილწებისათა. ბოროტიყო ჰურიათათვისცა ესრეთ ყოფაი, ამისთვისცა აყვედრებს უფალი და უწეს საფლავად განგოზილად, შინაგან სავსედ ყოვლითა არაწმიდებითა. ხოლო ფრიად უძვირეს არს და უმძიმეს ჩვენი ესე, რომელნი ღირსქმნილ ვართ ტაძარ ღმრთისა ყოფად, უკვე თუ ვიქმნეთ კვალად სამარეზე ღებულ ანუ საფლავებ განგოზილ და სავსე ყოვლითავი არაწმიდებითა. ჰოი დიდი ესე განსაცდელი. უკვე თუ სადა იგი ქრისტე დაემკვიდრა და სული წმიდა იმოვიდა და საიდუმლონი ღმრთისანი აღესრულნეს, იქმნას მერმეღა ესევით არის იგი სამარე სავსე არაწმიდებითა და სულმყრალობითა, რაოდენისა უბადრუკებისა ღირს არს საქმე ესე, რაოდენისა გლოვისა და გოდებისა. ოდეს ასონი იგი ქრისტესნი იქმნენ საფლავ დაყროლებულ. ისმინეთ რასა იტყვის მოციქული, თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანი. პირველი კორინთელთა მიმართ 12:27 გულისხმა ყავ, კაცო, დღე იგი მეორედ შობისაი, ვითართა კეთილთა ღირს იქმენ, ვითარითა სამკაულითა შეიმკვე, ვითარ ტაძარ ღმრთისა იქმენ, არა უქროითა განგლესილ და მარგალიტითა მოსხმულ, არამედ სულითა წმიდითა განბრწყინვებულ. აც უკვე ეკრძალე თავსა შენსა, რაითა არა იქმნე კვალად ქუაბავაზაკთა და საფლავს, სავსე არაწმიდებითა. გულისხმა ყავ, ვითარმეთ პალაცა შინა სამეუფოსა აკალდამაი არა ეშენების. ეგრეთვე შენი ხო თუ საფლავ განგოზილ და სამარეზე ღებულ ზეცისა იერუსალიმსა ვერ შეხვალ და უფრო ისად ვთქვა, ვითარმეთ აქაცა საძაგელი იქნები ყოველთა შორის. უკვე თუმცა ვისეთვირთა გუამი მკვდრისა დაყროლებულისაი და მიმოვიდოდა, არამცა ყოველნი იუტოდესა მისგან. ეგრეთ არიან, რომელთა სულნი ცოდვათაგან მკვდარ არიან და უშჯულოებათაგან დაყროლებულ. ვინცა შეიწყალა ესევით არის იგი? უკვე თუ მან თვით არა შეიწყალოს თავითვისი, სხვა მან ვით არ შეიწყალოს იგი. მითხარღა კაცო, უკვე თუმცა ვინ ადგილსა სერობისა და სიხარულისა შენისასა დაჰფლა გუამი მკვდრისაი, არამცა გიძნდა საქმე იგი. ხოლოაც შენ სულსა ცოდვითა მომკვდარსა დასტებ გუამსა შინა, სადა იგი ქრისტემან სავანეყო თანა მამით და სულით წმიდითურთ, და არა გეშინისა, ნუ უკვე ელვანი და მეხის ტეხანი მოიწინენ შენზე და ზეცით.
ანუ ვითარი კადრო ტაძრად ღმრთისა შესვლად, არა თუ განიცმიდო თავი შენი ესე ვითარისა ბილწებისაგან ცრემლითა მით სინანულისაითა? ვაძევდ კაცო მეძავსა მას, რომელმა მსცხონელსა ცხებელი ფერხთა ქრისტესთა და სახლი იგი აღავსო სურნელებითა. და ნუ უფრო ისად წინააღმდგომსა იქმ, რაითამცა აღავსე სახლი ღმრთისა სულმყრალობითა. ნუ ამას ხედავ, თუ შენ არა იყნოსებ სულმყრალობასა მას, ესე უფრო ისად უძვირეს არს, რომელ სრულიად საცნობელნი შენი დაყოფილარია. განიფრთხვე და გულისხმალ ჰყავს სენი იგი ბოროტი ცოდვისაი და განკურნე თავი შენი, ვიდრეღა ჟამი არს კურნებისაი. არა გესმისა, რასა გალობ დღითი დღე? წარე მართენ ლოცვაი ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე. ფსალმონია 42 აც უკვე თუ საკუმეველისა წილკვამლი სულმყრალობისაი აღვიდოდის შენგან და საქმეთა შენთაგან, ვითარმცა არა სასჯელსა მძიმესა ღირს იქმენ. რაი არს კვამლი იგი სულმყრალობისაი? მრავალნი მოვლენ ეკლესია და მობიერად ლოცვისა წილდა ვედრებისა განიცდიან ქმნილკეთილობასა დედათასა და სახნიერობასა ყრმათასა. რაი არს უკვე, არა გიკვირსა, ვითარ არა ცეცხლი მოივლინების ზეცით, ანუ განეღების ქვეყანაი და დაანთქამს ესე ვითართა მათ. ჭეშმარიტად ესე საქმენი ღირს არიან ცეცხლისა და წუმწუბისა და მწარისა მის გეჰენიისა, გარნა ღმერთი სულგრძელ არს და მრავალმოწყალე და არა მოავლენს რისხვასა, არამედ დრო გუცემს და მიგვითოც სინანულად. რასა იქმ, ჰოი კაცო, შვენიერებასა დედათასა განიცდია ტაძარსა შინა ღმრთისასა და არა სწრწი, არც გეშინის. ურაკპარაკად შეგირაცხიესა ეკლესიაი და უბანთა ებრუცა სოებისა ადგილად. რამე თუ უბანთას ზედაქრცხვენ ინგლისპად ხედვაი დედათაი, ხოლო ტაძარსა შინა ღმრთისასა, სადა იგი ამის მებრ საქმისათვის გამცნებს უფალი, ვითარმედ, რომელმან მიხედა დედაკაცსა გულის თქუმად მას, მუნმე იმრუშა გულსა შინათვისა, მათე 5:28. არა შეიკდიმებ სიძვად და მრუშებად თვალითა და გულითა? არცა შეედების სრწოლა იძვალთა შენთა ესე ვითარისა მედგრობისათვის. ამას ესე ვითარსა საქმესა თეატრონი გასწავლიან თქვენ, წყარონი იგი წარწყმედისანი, წამალნი იგი მაკუდინებელნი. ამისთვის ეტყვის წინა ის წარმეტყუელი ესე ვითართა მათ, ვითარმეთ, არა არიან თვალნი შენი კეთილ, არც გული შენი წრფელ. იერემია 22:17 უმჯობეს იყო ესე ვითართა მათთვის, თუმცა ბრმა იყვნენ, ვიდრეღა ესრეთ თვალთა მიერ წარწყმე დაისულთათვისთაი. არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთაზე ზოგად იყვნენ მამანი და დედანი, და ყოვლადვე გულის სიტყვა იცავნებული არავის მოუხდებოდა? იყვნენ ოქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი, შეადარე საქმე 1:14 და ესოდენი სიწმიდე იყო მათ შორის, ვიდრეღა სულიწმიდაი დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმხნე აჩვენეს და მრავალთა მადლი მოციქულებისა მიიღეს და მამანიცა მაღალსა მას საზომსა სიწმიდისასა მიწევნულიყვნეს. ხოლოაც ჩვენ უბადრუგთა ამათგან და საწყალობელთა ყოველივე ესე წარწყმდა, რამე თუ მამანი უძვირეს იქმნეს ცხენთა მდრანჯობელთა და დედათა წესი პატიოსნებისაი შეცვალეს სახედ მეძავთა. ამისთვის ვიქმნენით ყოველნი საფლავ, სავსე ძვალებითა მკვდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა გარეშე ვიმკვებით, რაითა სათნოვე ყოფოდით კაცთა, ხოლო შინაგან სავსე ვართ ყოვლითა ბოროტითა ცოდვისაითა, რომლისაგან ავალ სულმყრალობაი შემაურვებელი, რომელი განიოტებს ჩვენგან სულსა წმიდასა. ამისთვის გევედრები საყუარელნო დავსცხრეთ ესე ვითართა ამათ ვნებათაგან და ნუ აღვიტყინებთ თავთა ჩვენთათვის უმეტესად ცეცხლსა მას გეჰენიისასა, აღვიხილნეთ თვალნი გონებისანი და განვიწმიდნეთ სულნი ჩვენი სინანულითა და კეთილისა საქმითა.
რაითა საწუთრო იცა ესე ცხოვრება სიწმინდით აღვასრულოთ და საუკუნოთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება ისურით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.